სიახლე და მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ საქმე გვაქვს დოკუმენტთან, რომელიც პოლიტიკური ტექსტიდან თანდათან სამართლებრივი და პრაქტიკული რეაგირების საფუძვლად იქცევა. სწორედ ეს ქმნის ახალ ვითარებას, წნეხს, რომელიც აღარ შემოიფარგლება მხოლოდ რეპუტაციული ზიანით, რაც ივანიშვილის გარემოცვას დიდად აღარ ადარდებს ალბათ, რადგან ზიანი რომ მოგადგეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს. ეუთოს ამ მექანიზმის ბოლომდე რეაგირება ძალიან კონკრეტული შედეგები მოყვება იმ ადამიანებისთვისაც, ვიზეც ეს სისტემა დგას. როდესაც ევროპიდან კრიტიკა ინსტიტუციურ ფორმას იღებს და მას შემდეგი ნაბიჯების პერსპექტივაც თან ერთვის, აღარავის აინტერესებს რა სიტყვის ხელისუფლება საჯაროდ. აი მაგალითად გუშინ კობახიძემ რაც ილაპარაკა, ან პაპუაშვილმა რა დაწერა. სხვა რამ ხდება დაკვირვების და მოლოდინის საგანი. როგორ აღიქვამენ ამ ახალ რეალობას თავად სისტემის შიგნით ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ვერტიკალის საყრდანს წარმოადგენდნენ. რამდენად ზუსტად აღიქვამენ თუ როგორ იზრდება მათთვის პირადი, პოლიტიკური და სამართლებრივი რისკი. რამდენად იწყება შიგნით იმის გაცნობიერება, რომ ბრძანების შესრულების ფასი შეიძლება უკვე ძველებურად უსაფრთხო აღარ იყოს და ერთჯერად პრემიადან მიწის ნაკვეთად უბრალოდ არ ღირდეს. ხომ არ დგება მომენტი, როცა უსიტყვო მორჩილება უკვე აღარ არის ავტომატური რეაქცია და მის ადგილს შიში, ფრთხილი დისტანცირება ან ჩუმი დაზღვევის მცდელობა იკავებს. რა ხდება მაშინ, როდესაც ბრძანების შესრულება აღარ არის მხოლოდ კარიერული საკითხი და შეიძლება პერსონალურ პასუხისმგებლობადაც იქცეს. როგორ იცვლება ქცევა იმ ვერტიკალში, სადაც ადრე შეკითხვის დასმაც კი არასასურველ ნიშნად ითვლებოდა. ამ თემებზე საუბარს ახლა გავაგრძელებ პოლიტოლოგთან, რომელიც კარგად იცნობს ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემის შიდა ლოგიკას, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ რაც ბატონგია თქვენი გარხართ, ბევრი რამე შეიცვალა, ძალიან ბევრი რამ. ბიძინა ივანიშვილის ბუნება და ხასიათი ალბათ ძირითადად მაინც არ შეცვლა. ვიცოდი ყოველ შემთხვევაში. სხვა შორის მე ვფიქრობ, რომ ბევრი რამე შეიცვალა. მის ხასიათშიც თუ უფრო მეტად რაციონალიზმში. ალბათ ბუნებაში არ შეცვლა, მაგრამ ცნობიერება გარკვეულწილად სერიოზული კორექციები მოხდა, ხო? მათ შორის დამძიმების კუთხით, ხო? უფრო მე მეჩვენება, რომ უფრო ესე რომ ვთქვათ, აი იქით იხრება რა. ასტროლინგვისტიკისკენ იხრება. ხო, აი საინტერესოა და მოდი მაშინ ასეთ კითხვას დავსვავ. ბიძინა ივანიშვილი ბიზნესიდან მოვიდა, პოლიტიკაში ასე გამოვიდა და უფრო მისთვის გასაგები ტერმინით რო ვთქვათ, აი გადაწყვეტილებები ხარჯ-სარგებლიანობის ბალანსის მიხედვით მიიღება ხოლმე, ხო? პოლიტიკაშიც ივანიშვილი დგავდა ნაბიჯებს იმ ხაზამდე, სადაც მას გასდიოდა. რაღაცა მომენტებში, როცა უკვე ატყობდა, რომ არ გავოვიდოდა ის დროებით უკან იხევდა და ემზადებოდა ახალი შეტევისთვის. აი მოსკოვის მექანიზმი ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი წითელი ხაზი, რომელიც უკვე გადაიკვეთა. რას შეცვლის ეს თქვენი აზრით თავად ივანიშვილის და მეორე საკითხია იმ ვერტიკალში, რომელიც ამოტრიალებულ პირამიდის წვერსაც თავად ივანიშვილი წარმოადგენს. მისი მთელი აი ეს კონცეფცია, ხო, მთავარი კოზირი, რასაც ქვია, ხო, ამ პოლიტიკის წარმოებაში, ჩემის აზრით არის ის, რომ ის ცდილობდა ყოველთვის, ის არასოდეს არ ცდილობდა, რომ დაემტკიცებინა, რომ თვითონ იყო კარგი, ხო? ის ყოველთვის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ უბრალოდ ის არის უალტერნატივა. და პრინციპში ამას მეტნაკლებად ახერხებს. დღემდე ახერხებს, მოდით ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ის ამბობს, რომ მე კი ბატონო მამაძაღლი ვარ, მაგრამ ესენი საერთოდ ვინ არიან, ხო? და ყოველთვის იმედი ქონდა, რომ კი, პრობლემები იქნებოდა, მაგრამ რადგან ის უალტერნატივია, იძულებული გახდებოდა ყველა მხარე, რომ ისევ და ისევ მის გუნდთან ელაპარაკა, ხო? ეს არის ამაზე დგას ყველაფერი და ამიტომ მთელი ძალისხმევა მისი მიმართული იყო ამ წლების განმავლობაში არა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნით, არამედ ყველას ტალახში ამოსურით, ხო? აი კომპრომეტირებით, ესე რომ ვთქვათ, სხვა მეთოდებით, მათზე ზეწოლით და ამ შემდეგ. ეხლა დღევანდელი მოცემულობა მე გეთანხმებით, რომ რადიკალურად იცვლება და რატომ ჩემს გეტყვით, აი მთელ სურათში რა ხდება, ხო? იმიტომ რომ ეს უკვე არის საბრალდებო დასკვნა ერთგვარი, ხო? რაც ჩვენ ნახეთ, გამაგრებული ფაქტებით, სამართლებრივი ნაწილით და ამ შემდეგ. ეხლა საქართველოს რაღაც საერთაშორისო ვალდებულებები აღებული აქვს ამ ბევრი წლის განმავლობაში, ბუნებრივია. შესაბამისად ეს არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ,
ესე რომ ვთქვათ, საბრალდებო დასკვნა, მაგრამ რასაც მოყვება აგრეთვე საპროცესო შეთანხმების შეთავაზება, ხო, რომ არის რაღაცა, რისი შესრულების შემთხვევაში შეიძლება რაღაცა შეღავათები შენზე გავრცელდეს, ხო? აი, დაახლოებით აი რაღაც სასამართლო პროცესი მიდის, მოით ესე ვთქვათ, ხო? ეხა რეალობა ამასთანავე როგორია, ნახეთ, ჩვენ კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია, რომ ჩვენი გზა არის ევროპაში და ევროპისკენ და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროინტეგრაციისთვის, ხო? ეს პირდაპირ შავი თეთრზე წერია, შესაბამისად ეს საბრალდებო დასკვნა უკვე უკან დასახევ გზას აღარ ტოვებს. ფაქტობრივად ამით ნათქვამია, რომ ხელისუფლება პერმანენტულად არღვევს კონსტიტუციას. ანუ ის არის ესე რომ რეციდივისტი ამ გაგებით, ხო? ანუ ის ფაქტობრივად გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან და არღვევს იმ მანდატს, რა მანდატითაც ის საერთოდ იქნა არჩეული. მისივე ხალხის. ხო, ნუ ამას დამატებული კონვენციური ვალდებულებები, რომელიც მას აქვს და არღვევს. მის არჩევასაც ეჭქვეშ აყენებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, დიდი ნაწილი, მაგრამ ამასაც რო თავი გავანებოთ, თვითონ არღვევს იმ მანდატს, რა მანდატის ფარგლებშიც ის იქნა არჩეული, ხო? თუ რა თქმა უნდა არ შეცვლის იმ ყველაფერს, რასაც ითხოვს ის სამყარო საიდისკენ სწრაფად ჩვენ კონსტიტუციაში დეკლარირებული კი არ გვაქვს ვალდებულება. და რა არის ხელისუფლება, ხო? ხელისუფლების თავარი ვალდებულება რა არის? კონსტიტუციის გარანტად გამოდის ის, ხო? და თუ ის არღვევს კონსტიტუციას, ეს არის ერთგვარი სახელმწიფო გადატრიალება, ხო? ჩვენ ხალხმა რისთვის მისცა მას მანდატი, რომ შეესრულებინა, ანუ კანონი დაეცვა. და თუ უზენაეს კანონს არღვევს ხელისუფლება, ანუ ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ ის ესე რომ ვთქვათ, დანაშაულს ჩადის სახელმწიფოს წინაშე, ხო? ხელისუფლება კი ცდილობს, რომ საკუთარი თავი გააიგიოს სახელმწიფოსთან და ესე რომ თქვას, რომ მე რადგან ამირჩიე, რასაც მინდა იმას ვიზამ, მაგრამ ესე არ არის, ხო? ძალაუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი ანიჭებს მანდატს ზუსტად აი ამ კონსტიტუციის ფარგლებში. ეხა რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ, ხო? ნუ ერთი არის ბუნებრივია, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტმა იმუშაოს და შეასრულოს ის პირობები, რაც მას თხოვენ, ანუ დასაჯოს ყველა ის, ვის დასაჯელია, ვინც ტყუილად არის დაჭერილი, ის გამოუშვას, გახსნას პოლიტიკური სივრცე, ჩაატაროს არჩევნები და თუნდაც დაადასტუროს საკუთარი ლეგიტიმურობა, ხო? თავიდან. ეს არის ერთი გზა და არის მეორე გზა. ხო, თუ ეხა უზურპაციაზე მიდიან ბოლომდე, თუ მათ უნდათ რომ მათ არ დაბრალდეთ სახელმწიფო გადატრიალება, მათ უნდა ამოიღო, ანუ მათ ოფიციალურად უარი უნდა განაცხადონ ევროპისკენ სვლაზე, ანუ კონსტიტუცია უნდა შეცვალონ და კონსტიტუციის შესვლას რა ჭირდება, ხო? მათ უნდა უკვე ახალ მოცემულობაში დაადასტურონ ხალხის მანდატი, ხო? რომ ხალხი ეთანხმება ხელისუფლებას, რომელიც უარს იტყვის ევროპისკენ სვლაზე, ანუ რუსეთის იმპერიაში დაბრუნებაზე თუ არა. პლებისციტი ჩაატარონ. კი ბატონო, პლებისციტი არა, ის უნდა ჩაატარონ, რა ქვია, რეფერენდუმი უნდა ჩაატარონ. ანუ იქნება მოცემულობა, ხო, ეხა ეს აჯანყება და რაღაც გადატრიალება, ესე რომ ვთქვათ, ეს ტერმინები ძალიან არ მოწონთ და ამაზე ცუდად რეაგირებენ. მე ერთხელ ვიყავი სუში და ხო შეიძლება მეორეთაც დამიბარონ ეხა, მაგრამ ეს არის ყველაფერი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, რაც მე ხავ საუბრობ, ხო? როდესაც ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციას, ანუ გადის თავისი მანდატის ფარგლებიდან, რაც მას ხალხმა მიანიჭა. ხალხი ამ დროს არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია, რომ ან დააბრუნოს ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში და როგორ უნდა დაბრუნდეს ზუსტად აი ამ ესე რომ ვთქვათ ამ მოსკოვის მექანიზმში ჩამოწერილია რეკომენდაციები არის როგორ უნდა დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში, ხო? და თუ არ დაბრუნდება ხალხი უფლებამოსილია, რომ ესეთი ხელისუფლება გაუშვას, გაისტუმროს, ხო? გაისტუმროს ნებისმიერი მეთოდებით, ხო?
და აქ უკვე ხელისუფლების მხრიდან იმის მოთხოვნა რომ აბა კანონი და წესრიგი დაიცავით არ არის რელევანტური გამოდის, იმიტომ რომ თვითონ არის გადატრიალებული პუტჩისტია ფაქტობრივად ჩვენ ანუ აი იმ ლოგიკა რომელიც თქვენ პუტჩისტი ხელისუფლება ეს ნიშნავს რომ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხალხმა უნდა გადმოატრიალოს და რა თქმა უნდა ეს არის კონსტიტუციური უფლება ჩააყენოს კონსტიტუციურ ჩარჩოს დააბრუნოს ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში და თუ ხელისუფლება ამბობს რომ არა მე კონსტიტუციის ფარგლებში არ დაბრუნდები ანუ მე ეს უკვე ნიშნავს რომ ის ხდება უზურპატორი ოფიციალურად სამართლებრივადაც ფორმდება უზურპატორად უზურპატორს ახლა როგორ იქცევიან ცივილიზებულ ქვეყნებში ჩვენ კარგად ვიცით ხო? ეს არის ყველაფერი. ჰაგის სისხლის სამართლის ადამიანის უფლებათა სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილი სასამართლოს აქვს გამოცდილება საკმაოდ საინტერესო ასეთ ტიპის ლიდერებთან დამოკიდებულების. თქვენ პოლიტიკურ ჭრილში ფაქტობრივად ბოდიში აი ალბათ ბელორუსია ყავთ ხედულობაში და ესეთი ქვეყნები ბელორუსიის კონსტიტუციაში არ უწერია სხვა შორის რომ ევროკავშირი მათი მიზანია და ასე შემდეგ. ჩვენგან განსხვავებით ხო? ანუ ის პრინციპში უფრო მართალია ამ შემთხვევაში ვიდრე ჩვენი ხელისუფლება. ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ უზურპატორია და პირდაპირ უხეშად არგოს კონსტიტუციას. თქვენ უფრო ისეთ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ჭრილში და მათ შორის საერთაშორისო საქართველოს მიერ აღებული გეზის დიცურათში და აღწერეთ ეს ლოგიკა ამაზე დააყრდენით. ამის პარალელურად თავად ეუთოს მოსკოვის მექანიზმი მომართული არის ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების აღწერაზე, სისტემური დანაშაულის დაფიქსირებაზე და შემდეგ ამ დანაშაულის მიჩქმალვის ფაქტებზე. რაც არ უნდა გადაწყვეტილებები მიიღოს თუნდაც პოლიტიკური სამართლებრივი პასუხისგებლობისგან ამ ტიპის დანაშაულების ჩამდენებს რო არ გაათავისუფლებს. დანაშაული ეს კონვენციური დანაშაულებია, რაც პრინციპში ამნისტიას არ ექვემდებარება. მათ შორის ითქვა რომ აი შეიძლება ესენი ხო ყველაფერს ესე აიგნორებენ და რომის სტატუტიდან შეიძლება საქართველოს საერთოდ გამოვიდესო იურისტების განმარტება მინდა ჩვენს აუდიტორიას შევახსენო რომ ჯერ ერთ გამოსვლას მინიმუმ 1 წელი ჭირდება რომც გამოვიდეს ეს არაფერს არ შველის ისინი იმ იურისდიქციას მაინც ექვემდებარებიან. ჩემი შეკითხვაც აქედან გამომდინარეობს. ხვდება რა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ უფრო მეტად კიდევ შეიძლება საინტერესო იყოს ის ძალაუფლების ბურჯი, კარგი სიტყვა, მაგრამ აი ბოძები, რომელზეც დგას, ხო, ნუ ძალოვანი სისტემა და ასე შემდეგ, ან თუნდაც ბიზნესმენების რომლებზეც დგას მეტნაკლები სტაბილურობა დღევანდელი რეჟიმის. ხვდებიან თუ არა მოსკოვის მექანიზმის შემდგომ რეალიზების შედეგებს თავის თავზე, რომელიც პერსონალურ დონეზეც დავა. შიგნით სისტემაში აი რაზე დგას საერთოდ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება, ხო? ჩვენ ამაზე გვისაუბრია, უბრალოდ რაღაც გამეორება შეიძლება გამომივიდეს და ბოდიშ ვიხდი ამას, ხო? დგას ერთგვარ მითოლოგიაზე, ხო? მის უძლეველობის მითოლოგიაზე, სხვა შორის ერთ-ერთმა თქვენმა კოლეგამ ის ნახე headline-ში ნახე უბრალოდ იმიტომ ვიმეორებ რა. აი ისეთი რაღაცა თქვა, რასაც ბევრი მათგანი ფიქრობს, ხო? რომ ჩვენ გადაგვარჩენს ღმერთი და ბიძინა. ანუ ბიძინა გაიგივებულია რაღაც აი მითოლოგიური ფიგურაა, რომელიც არსად დავიწყებდი გაბროტესტებას ვარ აზრიანებს. ის რაღაც ტრიუკები, ხო? ასტროლინგვისტიკა ტყუილად არ გიხსენეთ. მისტიკაშია ეს გადასული ყველაფერი. ანუ არის რაღაცა ესე რომ ვთქვათ, კრეხელობა ეჭვის შეტანა, რომ ბიძინა რაღაცა გაძვრება, გამოძვრება და რაღაცას იზამს, ხო? ანუ შიგნით აი ეს რელიგიური გაგება ამ ყველაფერს. ანუ რწმენი საკითხია ეს? კი, რწმენი საკითხია, ვიღაცებს რა თქმა უნდა ეჭვი შეაქვთ, ხო? ერეტიკოსები არიან შიგნით, ბუნებრივია. ნუ ქვედა დონეებზე ყველა ერეტიკოსია, მაგრამ ნუ ზედა დონეებზეც მოიძებნებიან მეტნაკლებად ინტელექტუალური რაღაცა IQ თუ აქ, ნუ 100-თან ცოტა მიახლოებული, ხო? ცოტაა ესეთი, მაგრამ არიან რა. ხო და შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქ არის დაძაბულობა გარკვეული, მაგრამ ბიძინა გადაგვარჩენს, ხო? ეს რა სხვა გაიპობა და გაგვატარდა. არ 1000 იგიჟეებს ვფიქრობენ. ანუ არის ეს ამაზე დგას კიდე არის მეორე ფაქტორი, ხო? რაც სისტემის მდგრადობას ჯერჯერობით უზრუნველყოფს, ეს არის უალტერნატივობა. იმიტომ რომ საერთოდ აი ეს ხალხი საშუალო რგოლი, ხო? საშუალო რგოლი deep state-ი ესე რომ ვთქვათ, ხო? საშუალო რგოლი როგორ აზროვნებს, ხო? ერთის მხრივ ისინი ფიქრობენ, რომ ისინი არაფერზე არიან პასუხისმგებლები, ისინი უბრალოდ დავალებას ასრულებენ და რამე რო იყოს ხელისუფლება რომ შეიცვალოს, ხო? ჩვენ ყოველთვის მოვძებნით ახალ ხელისუფლებასთან გზას.
და გამოცდილება ისეთი აქვთ, რომ პრინციპში შესაძლებელია ესე ფიქრობდნენ, ძნელია ისა. გასაგებია, რომ რაღაც გარკვეული პრობლემები შეიძლება შეექმნათ, მაგრამ ისინი გადადგავდნენ კიდე რაღაც ნაბიჯებს, რომ ფიქრობდნენ, რომ აი ბიძინა უკვე სუსტია და აი ეს ვიღაცა ძლიერი წამოვიდა და ხო არ ვიფიქრო უკვე კვერცხების დადებაზე. აი როგორც კი იწყება კვერცხების დადება მეორე მხარეს, აი იქ ჩდება უკვე სერიოზული ბზარები, ხო? და აი აქ ჩვენ მივდივართ იმ პრობლემამდე, რომ ოპოზიცია ვერ ქმნის ჯერ იმ განწყობას, რომ აი ამ ხალხმა, ხო, აი საშუალო რანგის და შემდეგ, ხო, ესე რომ ვთქვათ, მედროვე ქოცებმა დაიწყონ ნელა გადმობარგება, საბოტირება სისტემის, თუნდაც ჩუმის საბოტირება. ამას ჭირდება ალტერნატიული ძალის გაჩენა. აი 2011-2012-ში, ხო, ეხლა ჩვენი მე იქ ვიყავი, მოგეხსენებათ, ხო, ამ იმაში და როდის მივხვდი, იცით, რომ არჩევნებს მოვიგებდით? იმან გამაჩერა, რა ქვია, პატრულმა გამაჩერა და ტელეფონზე ვლაპარაკობდი და ტელეფონზე ლაპარაკის გამო გამაჩერა. ხო, საჭესთან რა და მოვიდა, შემომხედა და თქვენ ბრძანდებით, აბა თქვენ კი უნდა ილაპარაკოთო. აი ეს რომ მოვისმინე, იქ მივხვდი, რომ დამთავრებული იყო უკვე სისტემა კონტროლს კარგავდა, ხო? და ამას ჭირდება ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის გაჩენა, რომ ხალხს გაუჩნდეს იმედი და ნდობა, რომ არა მხოლოდ სურვილი აქვს ვიღაცას, ხო, ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ მას ძალაც აქვს და რაც მთავარია, ის ქვეყანას წაიყვანს სწორი გზით. ხო და ჯერ ამის გამოსხივებას ოპოზიცია ვერ ახერხებს და ბიძინა ძალისხმევა ძირითადად აქეთ არის მიმართული თუ დააკვირდებით, ხო, რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, არა ვიღაცას საქმეს აღძრავს იქ პარტიების აგზე, ყველაფერს კიდევს თან. ბოლომდე არაფერი არ მიყავს თითქმის, ხო? ყველაფერი არის დაკიდებული. ყველა სტრესის ქვეშია, მუდმივი სტრესი იყო, ვიღაცას სუში დაიბარებენ, რომ თან ამავე დროს ეჭვები უნდა ღვივდებოდეს, რომ ვიღაცა რაღაცა შეიძლება. ის ქმნის დღის წესრიგს, ხო, გადაფარვის იმით, რომ ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს არავის და ნუ ოპოზიციას რო გითხრათ, რომ მოწოდების სიმაღლეზეა, სამწუხაროდ ესე არ არის. თუმცა ბატონო, არის გარკვეული ტენდენციები, იგივე გამსხვილების, თანამშრომლობის შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი, დღეს ლელომ გააკეთა განცხადება, ალბათ ეს განცხადებაც ოპოზიციის შიგნით მინიმუმ დისკუსიის და შეიძლება დაპირისპირებისაგანიც გახდეს, ხო? მე მინდა რადგან თქვენ ხართ სტუდიაში, მინდა რომ ჯერ ერთ მაყურებელს ვაჩვენოთ ამ დღევანდელი განცხადებიდან ნაწყვეტი და შემდეგ კომენტარი გთხოვოთ. ლელო ძლიერი საქართველო აუცილებელია გადაილახოს ურთიერთ დაპირისპირების, ურთიერთ განადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. აქ ხაზგასმული არის რომ მთლიანად სოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების სერიოზული რისკებია, დაძაბულობის ხარისხი მატულობს, რისკები იზრდება და პასუხისმგებლიანმა ძალებმა ასეთად მიაჩნია თავისთავი ლელოს თulis რომ უნდა გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები, რომ დაპირისპირება შემცირდეს და ასე შემდეგ და ასევე ნათქვამია ის რომ ამ მოლაპარაკებების პარალელურად პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თემა თავისთავად აქტუალურია და მოლაპარაკებები უნდა იყოს მიმართული სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ჩემი ესე ვთქვათ მონაყოლით რო არ შეიქმნა შტაბ-შტილება, მივცეთ ეს მონაკვეთი ირაკლი კუპრაძემ გენერალურმა მდივანმა გააცნო ეს განცხადება. დღეს იყო ლიდერთა საბჭოს შეხვედრა, ასე ქვია ორგანოს, რომელიც ერთ-ერთი ხელმძღვანელი ორგანოა ამ პარტიის, ბადრი ჯაფარიძემ გახსნა ეს შეხვედრა და მოვისმინოთ ეს ნაწყვეტი და შემდეგ თქვენს კომენტარს მოვისმენთ. საქართველოს ამ საერთაშორისო იზოლაციიდან ვერ გამოვა პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი გადატვირთვის გარეშე. ამ ფონზე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ასობით მოქალაქე, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივები და ოპოზიციური პარტიების და მათი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნა. და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლა კიდევ უფრო ამძაფრებს და ამძიმებს კრიზისს. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნამ დაადასტურა საქართველოში არსებული პოლიტიკურ სამართლებრივი ღრმა კრიზისი.
ეს დასკვნა არის საერთაშორისო საზოგადოების ვერდიქტი ქართული ოცნების მიმართ და პირდაპირ ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური კურსის პირობებში სტაბილური და ევროპული მომავლის მქონე მთლიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერსპექტივა არ არსებობს ქართული ოცნების პირობებში. ასეთ ვითარებაში უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში არსებული უმძიმესი გამოწვევების და ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე დღეს საქართველოს ჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, ეროვნული კონსოლიდაცია და ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური სისტემა. დღეს საქართველოს ჭირდება, რომ დაიწყოს ქვეყნის შიგნით ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფართო პოლიტიკური დიალოგი. უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით. აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს. მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და ქართული ოცნების მხრიდან ოფიციალური შედეგების რეალობის გაყალბებისა. არსებული პოლიტიკური კრიზისი და მშვიდობიანი დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას და სტაბილურ გარემოს უზრუნველყოფს. ამის პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც სჭირდება სახელმწიფოს. ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც სჭირდება საქართველოს მოქალაქეებს. ეროვნული ინტერესების დაცვა დღეს შექმნილ ურთულეს საერთაშორისო გარემოში და ეროვნული კონსოლიდაციის გარეშე შეუძლებელი იქნება. ძლიერი საქართველო, ლელო, მზად არის პასუხისმგებლობით იმოქმედოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომლისთვისაც საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატია უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტია. მადლობა. ლელოს ამ განცხადებას უკვე მოყვა პირველი გამოხმაურებები, მათ შორის ოპოზიციური ალიანსის ორი წევრი პარტიის ლიდერების მხრიდან, მაგალითად ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე. ლელო ნახდად არ იქნება ამ დიალოგის ინიციატორი. ამ დიალოგის ინიციატორი იქნება ქართველი ხალხი, რომელიც რეჟიმს სხვა გზას არ დაუტოვებს და ნიკა გვარამიას მცირე რეპლიკა იყო ასევე სოციალურ ქსელებში შარლ მიშელის სულის თებში სტრიალით გამოძახებას შეეშვით. მეგობრებო, მაინც არ მოვა. ხო, ჩემი შეფასება გინდათ ამ განცხადებაზე. ანუ ჩანს რომ თავისთავად კრიტიკული არც არის მოულოდნელი პრინციპში, მაგრამ ტექსტი თავისთავად პრობლემების აღწერა ყველაფერი გავიგე. მე არ ვიზიარებ ბოლომდე, ხო, ნაწილობრივი. ანუ საერთოდ ჩვენ რა გვჭირს, იცით, რომ აი რაღაც რადიკალური მონოლოგის რეჟიმში მიდის ყველაფერი, ხო? მაშინ როდესაც იგივე თუ ოპოზიციას უნდა რაღაცაში მაინც იყოს კოორდინირებული, რაღაცაზე მაინც უნდა შეთანხმდეს ხოლმე. ერთი გააკეთებს განცხადებას და ხელისუფლებას აღარ ჭირდება ჩარევა, ხო? ოპოზიციის მეორეთა იმას დაეტაკება და მე აი ამ კაკაფონიაში ყველაფერი კვდება და ხალხიც ხელს იქნევს, ხო? რაც შეეხება ჩემს შეფასებას ამ განცხადების, მე არ ვეთანხმები ამ განცხადებას პირდაპირ გეტყვით და აგიხსნით რატომ? განა იმიტომ რომ რაღაცა და მეორე მხრიდან ეს პათეტიკა რომ მარტო ხელისუფლების გადაბარებაზე მოლაპარაკება, ხო, ეხლა ესეც ფეხების ბაკუნია და მეტი არაფერი დღევანდელ რეალობაში, ხო? მე ვფიქრობ რომ გასაგებია რომ ხელისუფლებას რაღაც თემები აქვს სავაჭრო, ხო ესეა. და ვაჭრობაში არ უნდა შეხვიდე ხელისუფლებასთან. მე ვეთანხმები ამ კონცეფციას, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ მოლაპარაკებები არ უნდა აწარმოო, უნდა აწარმოო მოლაპარაკებები. იმისათვის, რომ კეთილი ნება იყოს რაღაცა, ხო? წინაპირობა, ერთი წინაპირობა მაინც უნდა დაიდოს მაგიდაზე
რომ ამით ხელისუფლებას მოუჭრა ვაჭრობის სავაჭრო გზა ერთი ხო და მეორე დაადასტუროს არა ესე რომ ვთქვათ მხოლოდ რიტორიკაში და მე ეშმაკობებით გამოძრომა, არამედ დაადასტუროს ეს კეთილი ნება მეორე მხარემაც, ანუ ხელისუფლება მოლაპარაკებელს. ეს ერთი მთავარი წინაპირობა ალბათ პოლიტპატიმრები გამოუშვას და ამის შემდეგ დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. აი ეს იქნებოდა სწორი განცხადება ლელოს მხრიდან, ხო? რისი კრიტიკა ჩემის აზრით უფრო რთული იქნებოდა. ეხლა ადვილია ლელოს კრიტიკა, იმ ტიპის განცხადება იყო, მართლა ყველა შარლ-მიშელი გაახსენდებოდა და ეს კრაჩობილი დოკუმენტები და თავადაც მოუწევთ ალბათ დაზუსტება სიტყვა პარალელურად რაც გულისხმობს ამ შემთხვევაში. პოლიტპატიმრები ცოცხალი მძევლებით ვაჭრობის საშუალება პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლებას არ უნდა მისცე, იმიტომ რომ ეს არის ესე რომ ვთქვათ ცოცხალი მძევლები, ანუ ფაქტობრივად ტერორისტული ესე რომ ვთქვათ განვითარება მისცა ხო პროცესს გარკვეულწილად ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა ახალგაზრდები და ეხა ისინი სავაჭროდ ეს მოლაპარაკებებზე არ უნდა გამოაყენებინო გამოუშვიეს ხალხი დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. კი ბატონო. კი ბატონო, მადლობა ბატონო.